პრემიერ-მინისტრის მოლოდინები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპტიმისტურია. მისი თქმით, ოპოზიციას არსებითი კონკურენციის გაწევის არავითარი რესურსი არ აქვს. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, პრემიერის განცხადებით, პერსონალური რეიტინგისა და გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით კახაკალძის კანდიდატურა უალტერნატივოა. მისივე განმარტებით, კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს. მოლოდინები გვაქვს ძალიან ოპტიმისტური. მე განამდენჯერმე განაცხადე და შემიძლია კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში 64 მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მათ შორის შეგიძლიათ გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევას, ჩვენი კვლევის შედეგები არის იმის იდენტური არსებითად, რაც იყო ბოლო კვლევაში დაფიქსირებული არჩევნების წინ და არის მცირე გაუმჯობესებაც კი. იმდენად ეს არის ძირითადად დამოკიდებული ოპოზიციის განადგურებაზე, იმდენად არის ჩამოშლილი ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერები არის მოკლებული შესაბამისად, რაც ავიღეთ წინა არჩევნებზე, ანუ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 54%, ამაზე უკეთეს შედეგს ველოდებით იმ ბოლო კვლევიდან გამომდინარე, რომელსაც ვადარებთ არჩევნებამდე ბოლო კვლევას. ანუ ვფიქრობთ, რომ 64 მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი პროცედურები, პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებით, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ კახაკალძის კანდიდატურა არის უალტერნატივა. ნახოთ პოლიტიკური საბჭო. ანუ მესამე შესაძლოა ისევ მან იყაროს კენჭი და თქვენი კანდიდატურა. თქვენი სტრომერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განმასაზღვრელი რაოდენობით შესაძლებელია კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც.